ზურა, საღამო მშვიდობის არ ვიცი რამდენი მშვიდობიანი იქნება ხვალინდელი დღე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ამ სასანქციო სიაში არიან წარმოდგენილები. თუმცა მოდი დავიწყოთ მაინც იმით, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და რატომ უსვავთ ხაზს იმას, რომ რეზოლუციებში ასახული განწყობა პრაქტიკაში უნდა განხორციელდეს და ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. საღამო მშვიდობის, გიორგი. ეს რეზოლუცია ფაქტობრივად აღარ შეიცვლება, ძალიან მინიმალური შანსია, რომ ამ რეზოლუციაში რამე ფუნდამენტურად შეიცვალოს. შეიძლება იყოს რაღაცა ტექნიკური საკითხები, რომელიც დასწავლდეს, მაგრამ მოციქვის 100%-იანი გარანტია შეიძლება მოხდეს, რომ რა ტექსტიც დაიგდო, ეს არის შეჯიბრებული ტექსტი ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შორის და არავინ არ გავარელდება, რომ ამ ტექსტში რამე შეიძლება. ერთადერთი რაზეც დღეს კიდევ დღის განმავლობაში იყო აქ მსჯელობა არის პირველი პუნქტი, სადაც პირდაპირ სახელები და გვარებია ჩამოთვლილი. თქვენ ჩამოთვალეთ, იყო საუბარი კიდე ვიღაცების მიმატებაზე პროპაგანდისტების ნაწილში და წყალებში შეგეწოდებული ინვესტორების ნაწილში. სხვა არც ერთ მიმართებაში დისკუსიაც არ ყოფილა დღეს, რომ რამე შეიცვალოს და მათ შორის ჰქონდა მოკლე გადაკვეთა მომხსენებელთან, რასასთან და ხო, არაერთი დაწუნებულები არიან, რომ ეს არის ტექსტი, რომელიც ხვალ გავა. ჩვენი საქმე რაც იყო, ჩვენ ყოველთვის ჩამოსვლა, რეალურად ჩვენი საქმე იყო, რაც სპეციფიკური საკითხია, რომ არაღიარების პოლიტიკა გამძლედეს, ამიტომ ამ ვერსიებს, რომელიც 7 ვერსია იყო ჩამშტაბებული, ვეცნობოდით და ვეზერდით, რომ რამე არ გაპარულიყო ტექსტში ისეთი რაც მერე რუსული რეჟიმის მიცემდა საშუალებას, რომ პროპაგანდა დაეკოქათ, რომ აი რაღაცა არჩევნების შედეგებს აღიარებენ, ჩვენ ლეგიტიმობას აღიარებენ და ასე შემდეგ. და ეს დასწორებული არ შეჯიბრებულ ტექსტში ყველგან სადღაც გაპარული რაღაც პატარა რაღაცები და სადღაც ვიდეოხად თანხმობის გავიმეორებ, რომ მაგალითად იაკი კობახიძის შემთხვევაში საერთოდ მოუხსნის თითქოს არც არის ახლა. იაკი კობახიძე არის რეზოლუციის ტექსტში ყველანაირი ტიტულის გარეშე. და თუ კი სადმე მაგალითად პაველაშვილი ახსენებით წყალებში პრეზიდენტი, წყალებში ჩასული პრეზიდენტი და რაღაცა მართლობის იმასთან ჯორჯენოს პროვინციის ეძახიან, არ ეძახიან მთავრობას, ან ეძახიან არალეგიტიმურ ქართული ოსმეთის ხელისუფლებას. და ეკონომიკის საკითხი იყო ჩვენთვის. მეორე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აქცენტი ახალაჩვენებზე და პოლიტიკების გათავისუფლებაზე, რაც არის თავარი მოთხოვნა აქციების საქართველოში. და ვიდეო და ამაზე კარგად ყოფილა ხალხი გასცემი და ეს ასეც არის და მესამე არის აი კითხვას რომ დაუბრუნდები რა გიკითხე. მესამე საკითხი იყო სწორედ ეს, რომ ჩვენი სოფელი და ყველა შეხვედრა გამოგხსნას, რომ ევროპარლამენტი გასაგებია რომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტი ევროკავშირში. ასევე გვეცნობს ამ რეზოლუციების მნიშვნელობა, სადაც იმის რომ შეიძლება რეზოლუციაში რაც იდება ყველაფერი ზედმიწევნით და თან სწრაფად აღსრულებოდეს, მაგრამ აერო იღებს ყოველწელს დევნილების დაბრუნებაზე რეზოლუციას, ხო? და ბევრი მეტი გავიდა და აი ზურაბ ამას ეკუთვნოდა ჩემი შეკითხვის ძირითადი პათოსი, ასე ვთქვათ. შეიძლება ბევრს არ ესმოდეს რა განსხვავება მაგალითად გაეროს ტიპის ორგანიზაციასა და ევროპარლამენტს შორის, ხო? რატომ გაქვთ მოლოდინი, ან როგორ შეიძლება აისახოს პრაქტიკულ დონეზე ის პოლიტიკური განაცხადი, ძირითადი ფრაქციებისა და პოლიტიკური ოჯახების კონსენსუსი, რომელიც ამ რეზოლუციაში ძალიან მკაცრად არის უკვე ჩამოყალიბებული. ხო, მაგითო მოვიყვანე და პარალელი რომ რაღაცა უნდა რომ უფრო გასაგები იყოს სამბავი რატო არის მნიშვნელოვანი რეზოლუცია, როგორც გაეროს ამ ყოველწლიური რეზოლუციას მაინც ფოკუსს ვადენებ და გვაინტერესებს მაგალითად ხო არ მოემატა ქვეყნები, რომლებიც ამ რეზოლუციას უჭერენ ხარჯს, რომლებიც მანამდე არ უჭერდნენ. ან იქნებიდან ვიღაცავის თავს იკავებდა, ეხლა ხოლმე მოვიდა მხარდამჭერების იმაში. ან რომელია ის ქვეყნები, რომელიც მას აუჭერენ. ამას აქვს მნიშვნელობა, ერთი ქვეყანაც კი მოემატება მხარდამჭერებში, გვიხარია, რომ აი შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ანუ წინამდე იყვნენ, ან თავს იკავებდნენ, ხო? ესე არის ეს ევროპარლამენტის რეზოლუციების პრინციპი, საკითხი არის ის, რომ წინა მხარდამჭერის რეზოლუციებში რაც იყო, იმ ტექსტების შერბილება არ მოხდეს და კარგი შედეგი არის თუ პირიქით ტექსტების გამართლება ხდება. ეხლა რა რეზოლუციას მიიღებენ ხვალ ესეთი მკაცრი რეზოლუცია აქამდე ევროპარლამენტს, ესეთი არ ამატომ მკაცრი, არამედ ყოვლის მომცველი, ძალიან დიდი ტექსტია, არ არის ხოლმე სამაგოთ ამხერა ტექსტები და პრაქტიკულად ყველაფერი არის შეგმიწადებული.
და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტის ტონის ბევრად რომ კაცია. რაც შეეხება იმას შესრულებას ხო ჩვენ ერთ-ერთი სოფელი რაც იყო რაც ფაქტობრივად დავაყენეთ იყო ეს სწორედ რომ აქ სტადიუმში მიღებული რეზოლუცია გასაგებია რომ კარგია და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზამილია, მაგრამ აღმასრულებელ ნაწილში ბრიუსელში ევროკომისიაზე იქ კარგი პრობლემები ახსოვდება. პრობლემები რა, ანუ დროში იწელება რაღაცები არის ბიუროკრატია რაღაცებს ფარშავს და რა შემდეგ და ამბავ ისა რომ აქ ამას იზიარებს ყველა. ანუ ის კი არის რომ ვიღაცის დაწუნება დაბჭირდა ამაში. აქაც იგივე განცდა არის. ამიტომ ამ რეზოლუციაში ერთი რომ ჩაიდო პუნქტი ჩაიდო ცალკე, სამწუხაროდ წერია რომ აღმასრულებელ ნაწილში ევროკომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბოლომდე არ არის ადეკვატური იმ რეალობისა და საქართველოში არის, და პირდაპირ თქვენს რომ დრო არითმე და ვერასწრაფებია რაღაცა გადაწყვეტილების მისაღები, და მაგალითად სანქციების ნაწილზე თუ ადრე იწერებოდა უბრალოდ რაღაცა მოუწოდებენ ევროკავშირს რომ სანქციები დაადოთ. პირდაპირ წერია რომ იმის გამო რომ რეალურად ეგრე წერია იმის გამო რომ ფიცო და ორბანი და უნგრეთი არიან ამდენი ამ სანქციების ერთობლივი სანქციების რომელსაც შეიძლება კონსენსუსი მექანიზმს თავაზობს პირდაპირ პარლამენტის წერია ეროვნულ პარლამენტის უწოდებს თეორიულად და დანარჩენებს დახურწებს ქვეყანას რომ როგორც ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს ინდივიდუალური სანქციები დაადეთო. უკვე დაელოდებით იმას რომ ეს არის ორბანი ფიცო მოვა გუნს მოიგება და აღარ ითამაშებს თავისუფალ თამაშს და თქვენაც შეგიძლიათ ის გააკეთოთ. რაც არის კარგი. ხო, რა და ამის საერთოდ ჩვენ საქმე ის იყო რომ ძალიან დიდი ტექსტია მართლა და ძალიან ბევრი ინფორმაცია არის და უბრალოდ გადამოწოლა უნდა ჩვენთან რაღაც კონკრეტული ფაქტობრივი ვისტობები ყოლიყო და იყო რამე ფაქტობრივი ვისტობა რომელიც ჩვენ გავასწორებთ ახლა. დანარჩენაც არის ამათი ნამუშევარია, ამათი განსხვავებია გადმოცემული და მათ შორის აჩვენებს მომავალში საითმის ამათი გონება და ესეც გადაწყვეტია. ჩვენ ახსენებთ შესაძლებლობაში ასოცირების შეყოლება და ამ ასოცირების შეყოლებაზე არ არის საუბარი არის ასოცირების შეყოლება უნდა გადაიქცეს საუბარი არის ვიზო რეჟიმის გადახედვაზე საუბარი არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გადახედვაზე ან ყველა იმ კეთებზე რომელსაც ეს საქართველოს მოქალაქეები იღებენ ევროკავშირისგან თუ აქამდე იყო საუბარი რომ შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი ეხლა საუბარია ამაზე კი აღარ არის ის შეჩერდა გასაგებია საუბარი რომ რაც გვაქვს იმის უკან წაღებაზე არის საუბარი იმდენად და საქართველოში რეალურად. ეს იქნება სრული კატასტროფა თუ ეს მოხდა ის მიღწევები რომელიც მრავალათეულწლიანი მცდელობის შრომის ბრძოლის შედეგი არის თუ დაიკარგა ეს იქნება კატასტროფა არა მარტო ჩვენი თაობისთვის მთლიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო კითხვა ზურა რაც მინდა დაგისვათ უკავშირდება ამ სანქციების ნაწილში და ზოგადად პოლიტიკის გამკაცრების კუთხით რომ არ მივიდეთ ამ ძიმე გადაწყვეტილებებამდე თანამშრომლობას და კოორდინაციას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების და მათ შორის ბრიტანელებისაც კიდევ ხო განსაკუთრებით სასანქციო ნაწილში. მე მგონი იაპონელებიც ამ გზას ადგანან უკვე ბოლო ამბების გათვალისწინებით. აი თქვენმა პოლიტიკურმა კოალიციამ, თქვენმა კოლეგებმა იგივე სალომე ზურაბიშვილთან ერთად ვიცი რომ იყო შეხვედრა. გეგმაში გაქვთ ითვალისწინებთ იმას რომ ევროკავშირის ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის პათოსიც კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მოდიოდეს თუ არა თანხმედრაში რაღაცა ტიპის ახლო შემხებლობაში იყოს იმ ნაბიჯებთან რომელიც ან უკვე გადადგავს ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი. კი, ან ერთი რამე მინდა აღნიშნო რომ ეხლა მიუხედავად იმისა რომ თავად მარტო მე და გვარამე ვარ ჩამოსული, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხეს სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა არ ჩამოსვლა, მაგრამ უნდა გვეთქვით რომ შეგაცავთ რაღაცას საუბრობთ რასაც ვაკეთებთ, ეს არის ერთიანი პოზიცია ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ჯგუფის. საგარეო ფრონტზე ის ტიპის კოორდინაცია არის ამ პოლიტიკურ პოლიტიკურ ჯგუფების რომლებმაც ჩვენი წმენი პროგრესულობებს მოვიგეთ სამში არჩევნები როგორც აქამდე არ ყოფილა და ეს არის პრინციპული ამბავი. აქ თუ ჩვენი ქვეყანა არის წარმოდგენილი ერთიანი პოზიციით და ყველა მოქმედებს ერთიანი მიზნით ჩემი გამოსtildeება მარტო ჩემი გამოსtildeება ვიყიდე ჩემი გამოსtildeება განაყოფს რომ ყოველთვის ჩვენი პარტნიორები არიან ჩვენთან ერთად და ეს არის პრინციპული ფაქტი და ეხლა ესე მოხდა კიდე გავარეთ მიუხედავად იმისა რომ მათომედან დაგვარანებად ათამოთმე პოზიციები რომ შეიძლება ჩამოყალიბებული არის შეთანხმებული ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს. ამიტომ ეს ამ ტიპის კოორდინაცია საგარეო ფრონტზე იქნება ეს ურთიერთობა ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, ბრიტანელებთან თუ ევროკავშირთან აქ გვაქვს მართლაც სრული კოორდინაცია, ოთხი ბოლო თვენასწორის განმავლობაში
ისეთი ხარისხის, როგორც მანამდე მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში რა ჩართული იყავის მანამდე. ხო, ბრიტანეთს და ამერიკასაც შეხედა იქ სანქციების ნაწილი ცოტა შედებით მარტივია, რომ ერთი ქვეყანა ერთ შემთხვევაში და მეორე ქვეყანაში და გადაწყვეტილების მიღება გასაგების მარტივია, ევროკავშირის შემთხვევაში დასაგებია რომ რთულია, იმიტომ რომ რაღაც ტიპის სანქციების შემთხვევაში საჭირო არის კონსენსუსი ორგანიზების და რადგან ორბანის და ფიცოს პრობლემა დგას, სწორედ ამიტომაც შეიწერა ამ რეზოლუციის დრაფტი, რომ შემოვლით მოქმედონ ცალკეულმა ქვეყნებმა და ჯამში 25 ქვეყანა მაინც გადოს იგივე, რაც გააკეთა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. გასაგები. ზურა, მადლობა ველითვალინდელ დღეს და იმას თუ რეზოლუცია საბოლოოდ როგორი ფორმით და შინაარსით იქნება მიღებული. სტრასბურგიდან გვერდებოდა გირჩი მე თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.